საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი მამის ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია მარტყოფის ღვთაების მონასტერში ჩატარდა. საზეიმო წირვა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს. მეუდაბნოე მამა იყო ანტონ მარტყოფელი, დასურელი მამები, რომლებიც ჩამობრძანდნენ ჩვენთან მე-6 საუკუნეში და რომელთაც ეს სამონასტრო მსახურება როგორც ესე განადიდეს ჩვენ ქვეყანაში. ჩაეყარა მაშინ აი საქართველოში აი ამ სამონასტრო ცხოვრებას თავის საძირკველი. მადლობა მინდა აღუვლინოთ უფალს, მადლობა შევწიროთ დღევანდელ დღეს. მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მასპინძლებს, მეუფე იოანეს, მონასტრის ძმობას, მის წინამძღოლს მამა ბენიამინს. მე თვითონ 2 წელი აქ ვარ ნამყოფი და ყოველი ადგილი წმინდა ადგილი ჩვენ მორწმუნეებს ყველგან გიყვარს, მაგრამ სადაც რაღაცა შეხება ქონია, მაინც განსაკუთრებულად გიყვარს მაინც ადამიანს. ჩვენს უწმინდესობას მიულოცავთ დღევანდელ დღეს, ამ დღესასწაულს. ერთმა დააგლოცოთ, გაკურთხოთ, გაგახაროთ, შეგეციოთ დღევანდელი დღის მადლი. თქვენ სრულიად საქართველოს ჩვენს უწმინდეს ულოცავ პირველ რიგში შეეციოს ღირსი მამა ანტონი. მეუფეებს დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დალოცვისთვის, ერთობისთვის, სიყვარულისთვის, მობისთვის, ყველაფერთვის გაიხარეთ მეუფეებო და გეწეოდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და თქვენ ყველა აკყოფს და მამა ანტონის ნაცვლად ღმერთმა აგვიმთლიანოს ერთობა მოგცეს ჩვენ ქართველებს და მთელი ქვეყანა როგორც უფალმა ჩაგვაბარა ისე მიგვიტანოს ბოლომდე. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა გითხრათ რომ ეს საოცარია ის სიტყვა და საოცარია ადამიანის ცხოვრება. როგორც ივანე ოქროპირი ამბობს, რატომ არის ამ წუთის სოფელში ეს პრობლემები, იმიტომ რომ არ ვიცით სახარება, გულით არ ვკითხულობთ. როცა ჩვენ გვესმის ისეთი სიტყვები, სადაც 2 ან 3 არიან ჩემი სახელით შეკრებილნი, მე ვარ მათ შორის და ძალიან გვიხარია, მე მიყვარს ეს მონასტერი, ეს საძმო და ყოველ დღესასწაულს ავდივარ და ვაპირებდით მეუფე იოანესთან 2 ვადიდოთ უფალი, მაგრამ როცა მეუფე ისაია ჩვენ შორის არის, ძალიან გვიხარია რომ ესეთი ადამიანი, ასე ვთქვათ, ადიდა უფალი დღეს და დღეს არის ანტონ მარტყოფელის ხსენების დღე, დღეს არის მაკარი ეგვიპტელის, მარკოს ეფესელის. ეს არ იყვნენ ასე ვთქვათ დიდი პოლიტიკური ასე მოღვაწეები, მაგრამ ადიდებდნენ გულში და შეინარჩუნეს სუფთა რწმენა და ჩვენთვის არიან მაგალითი. წარმოშობით მარტყოფიდან ვარ, ესე თბილისში ვცხოვრობ. მაგრამ ეს არის უდიდესი დღესასწაული და ვცდილობ რომ ყოველ წელს ჩამოვიდე. წირვალოცვას დავესწრო, ვილოცო. აგერ დღესაც ჩემ შვილთან ერთად ვარ ჩამოსული. და კიდევ ერთხელ ულოცავ თელს საქრისტიანოს აბწყინვალე დღესასწაულს. სულ ყველას ულოცავ თელს სრულიად საქართველოს. მამა ანტონის ძალა და მალე ფარავდით. კი, ბავშვობიდან აქ ვარ. აი თითქმის ბარბარეს ხელა ვიყავი, რაც აქ დავიწყე სიარული და მაშინ მოგეხსენებათ კომუნისტების დრო იყო. მეორე დღეს გაკვეთის მკითხავდნენ ხოლმე მასწავლებლები. რომ აბა იყავი თუ არა სალოცავში, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო, იმიტომ აქ გავიზარდე, აქ დავიბადე და ჩემი უპირველეს ყოვლისა ეს არის ეს სალოცავი და წმინდა ადგილი. გილოცავთ თელ საქართველოს წმინდა ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს. უსურვებთ საქართველოს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გაერთიანებას. იგი იმ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც მე-6 საუკუნეში ქართულ ხალხში მართლმადიდებლური რწმენა გააძლიერეს და რომელთა ლოცვით, შრომითა და მეოხებით მრავალი მონასტერი დაარსდა. წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელთან არის დაკავშირებული კერამიონის, უფლის ხელთუქმნელი ხატის კეთზე გადატანილი პირის საქართველოში ჩამობრძანების ისტორია. ეს სიწმინდე, რომელიც ედესაში ერეტიკოს ნესტორიანელთა ტაძარში იყო დაბრძანებული, წმინდა ანტონს გამოუსყიდია და საქართველოში ჩამოუტანია. გადმოცემის თანახმად ხელთუქმნელი ხატის პირს ასურელი მამა სულ თანატარებდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე წმინდა ანტონ მარტყოფელი წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა. შემდეგ იგი სამოღვაწეოდ ლონუატის ხეობაში გადავიდა. წმინდანთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და წმინდა მამის სასწაულებრივი ცხოვრებით ინტერესდებოდა. წმინდა ანტონმა შემოკრებელ მრევლს მონასტერი აუშენა. თვითონ კი კახეთის
სოფლის განაპირას ერთ მივარდნილ ადგილას განაგრძო მოღვაწეობა და იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩა. მისი ღვაწლის დამფასებლები ამ ადგილასაც მალევე მომრავლდნენ. წმინდა ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მის მიერვე დაარსებული მარტყოფის მონასტერთან არის დაკავშირებული, რადგან სწორედ ამ ადგილას აკრიანის მთის წვერზე განაგრძო შემდეგში მოღვაწეობა წმინდანმა. როგორც ყველგან, აქაც მრავალი ადამიანი შეიკრიბა წმინდა მამის გარშემო. ბევრი მათგანი აქ საცხოვრებლადაც რჩებოდა და ამიტომ ასურელმა მამამ საჭიროდ ჩათვალა მონასტრის აგება. თვითონ კი მთის მწვერვალზე მაღალი სვეტი აიშენა. იქ დაეყუდა და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. იგი მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთისმსახურების აღსასრულებლად. როდესაც აღსასრულის მოახლოება იგრძნო, წმინდა ანტონ მარტყოფელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს დაარიგა, დალოცა და აკურთხა ისინი. გარდაცვალების შემდეგ იგი სვეტიდან ჩამოასვენეს და თავისივე დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილს და სოფელს, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ისტორია დაუგროვდა, წმინდა ანტონ მარტყოფელის ღვაწლს გეოგრაფიული ადგილის დასახელებითაც ინახავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი ესტუმრა. ევროკომისიის წარმომადგენელმა სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქრისტიან დანიელსონი შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართავს. ექნებოდა ახობით ერთსაათიანი ლექცია თემაზე ევროპის გაფართოება საქართველოს პერსპექტივებში. იმედი არის, რომ სტუდენტებს ექნება ძალიან საინტერესო და ბევრი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რაღაც სპეციალურად მიფული იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე ხელი უნდა მოეჭროს ხვალ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა, რომელიც არის ერთი შეხვედრა მრავალთაგანი. ჩვენ მთელი ციკლი გვაქვს დაწყებული ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმყოფები და ვხვდები სტუდენტებს. ჩვენი საუბრის თემაა საქართველო და ევროპა. ჩვენ ასევე მთავრობის წევრებსაც შევხვდებით და აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული ევროპასთან მიმართებაში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეწვია სამეგრელოს რეგიონს, სადაც მონადირეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე ნადირობის უფლებას ითხოვენ. მონადირეების პროტესტი გამოიწვია იანვრის თვეში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა, რომლის დროსაც პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს. მონადირეები ბოლო დღეების განმავლობაში აწყობდნენ აქციებს და დღეს ჩვენ მოვედით მათთან შესახვედრად. ისინი ითხოვენ კოლხეთის დაცული ტერიტორიის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობას, გადამფრენ ფრინველებზე. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ კანონის მკაცრი მოთხოვნები. ჩვენ შეგვიძლია სათანამშრომლო ერთიან ფორმატში სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენ საშემეურნეობასთან ერთად მოუწყოთ მათი ჩართულობით სამონადირეო მეურნეობა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და აკადემიკოსის კიაზო ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. ღონისძიებაზე რადიობიოლოგიის, რადიაციული ფიზიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის დამაარსებლის შესახებ მოხსენებები მისმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს. როგორც ცნობილია, კიაზო ნადარეიშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობისას ნეირობიოლოგიაში, რადიაციულ კარდიოლოგიაში და ბიოსამედიცინო კვლევების მეთოდოლოგიაში რიგი ორიგინალური
სპეციალური მიმართულებები შექმნა. იგი დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და ჯილდოებით, მათ შორის კოსმოსის კვლევებში განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს არის არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი დარგი თანამედროვე ბიოლოგიის, სადაც რადიოლოგია არის წამყვანი მეცნიერება და რასაკვირველია დღეს მედიცინას და თანამედროვე ფიზიოლოგიას დიდად არის დამოკიდებული სწორედ აი ამ რადიოლოგიის განვითარებაზე და მის გამოყენებაზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გადაწყვიტა და აკადემიკოს კიაზა ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო მოაწყო, რათა მისი ღვაწლი, მისი სამეცნიერო დანატოვარი კიდევ ერთხელ გაიხსენოს და განიხილოს რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რა პერსპექტივები გაუჩნდა ქართულ მეცნიერებას, ქართულ რადიობიოლოგიას, ქართულ რადიაციულ ფიზიოლოგიას იმ კუთხით თუ მისი დანატოვარის განვითარების და მათი პერსპექტივის შეფასება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტმა ცოცხალი წიგნები დღეს განხორციელება დაიწყო. 55 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პოეტი მარიამ ციკლაური და პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძე ეწვივნენ. სტუმრებმა ბავშვებს წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრეს და მათი საყვარელი ავტორებისა და ნაწარმოებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. დღესვე ამავე სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მწერლებს რეზო თაბუკაშვილსა და გაგა ნახუცრიშვილს პირადად შეხვედროდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ყოველდღიურად 5 ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებას ცნობილი თანამედროვე ავტორები ეწვევიან და მოსწავლეებთან შეხვედრებს გამართავენ. დაგეგმილია 70-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის შეხვედრა მოსწავლეებთან. ღონისძიებები 150 საჯარო სკოლას მოიცავს. პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში კითხვის ინტერესის გაღრმავებას და მათთვის ქართველი ავტორების შემოქმედების გაცნობას. როდესაც ჩვენ ამ პროექტზე ვფიქრობდით, თავიდანვე დავარქვით მას ლიტერატურულ საგანმანათლებლო. არ ვიცი ენამ გვიყივლა თუ ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრი სიარულის მერე რეგიონებში, ჯარის ნაწილებში, თეატრის სცენაზეც კი პატიმრებთან სიარულის მერე ჩვენ მივხვდით, რომ ყველაზე მთავარი იქნებოდა, რომ ჩვენ სკოლებში შევსულიყავით და ბავშვებიდან დაგვეწყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეხა უთხარი მე ბავშვებს, რომ ლიტერატურა მათი მეგობარია და ლიტერატურა მათ ფიქრს, დაფიქრებას და აზროვნებას ასწავლის. ძალიან გვიხარია, რომ განათლების სამინისტრომ და კულტურის სამინისტრომ გამოძებნეს ასეთი საერთო ენა, მიიღეს გადაწყვეტილება ამისა და ოფიციალურად დღეიდან 1 თებერვლიდან თბილისის ყველა საჯარო სკოლა უკვე ჩასმულია გარკვეულ განრიგში. იწყება პირველი, ასე ვთქვათ, შეხვედრა 55 სკოლიდან, ეხლა ტარდება პირველი გაკვეთილი, მეოთხე კლასელებს ვხვდებით. დღეს ამ სკოლაში მოვლენ უფროს კლასელებთან შესახვედრად სხვა მწერლებიც, გაგა ნახუცრიშვილი, რეზიკო თაბუკაშვილი, პარალელურად სხვა სკოლებში არიან უწვროული მწერლები. ერთი სიტყვით ყველაფერი ორგანიზებულია და ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე შედეგის მომცემი შეხვედრები. ყველას ძალიან უყვარს ალბათ კითხვა. და რა კარგი წიგნები არის, რასაც ვკითხულობთ ბავშვები. ბევრ წიგნებზე ვლაპარაკობთ. საოკუპაციო ზოლთან, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. მშენებლობა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. შედეგად წყალს შეფერხების გარეშე 11,000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს. პროექტის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. დღეს ვიკმაყოფებით სოფელ წითელუბანში, სადაც მოეწყო სადაწნეო ანძა წყლის და ასევე ჭაბურღილი და საქლორატორო. უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის ადამიანებს ისედაც ძალიან უჭირთ მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათი ცხოვრების შესამსუბუქებლად მაქსიმალურად ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მთლიანად ქვეყანა მაქსიმალურს აკეთებს, რომ მათი ცხოვრება შეუმსუბუქდეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ინდივიდუალური ჭაბურღილები, სადაწნეო კოშკი და საქლორატოროები. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე ინდივიდუალურ დაქსელვას და გამრიცხვენებას მოვაწყოთ თითოეული მოსახლისთვის და მიმდინარე წელს ასევე იგეგმება დაახლოებით 5-7 სოფლის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მშენებლობა.